თვეების განმავლობაში უკრაინა ახორციელებდა ბრწყინვალე გეგმას ოკუპირებული ყირიმის წინააღმდეგ. საშუალო რადიუსის დამთქმელი დრონები უწყვეტად მიფრინავენ, რათა დაარტყან რუსულ ლოგისტიკას, რომელიც ნახევარკუნძულს ამარაგებს, ხოლო შორ-მანძილზე მოქმედი დრონები ღრმად შედიან ყირიმში, რათა გაანადგურონ ის თავთავცვა, რომელიც რუსეთმა ააგო. ყირიმი იზოლირებულია, ომში მიტოვებულია, სადაც ის უნდა ყოფილიყო მთავარი ცენტრი. და ახლა უკრაინა რაღაც გრანდიოზულისთვის ემზადება. რუსეთმა ეს იცის. პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინის D-Day ახლოვდება და რუსეთის ყველაზე საშინელი კოშმარი ახდება. დესანტის ოპერაცია მასშტაბური იქნება. პუტინის ნებისმიერი რწმენა, რომ ყირიმი უსაფრთხო იყო გაქრა. ახლა რუსეთს მხოლოდ ის დარჩენია, რომ სასოწარკვეთილად სცადოს მოემზადოს იმისთვის, რასაც გარდაუვალად მიიჩნევს. ეს არის მთავარი. სანამ უკრაინა ყირიმთან დაკავშირებულ გეგმებს საიდუმლოდ ინახავს, პუტინის შიში შესაძლო D-Day-ის შესახებ სწორედ რუსეთის ქმედებებიდან ჩანს. 17 ივნის United 24-მა მედიამ გაავრცელა კომენტარები, რომლებიც დმიტრო პლეტენჩუკმა, უკრაინის საზღვაო ძალების პრესპიკერმა გააკეთა. მან განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო თავისი თავდაცვითი პოზიციების გამაგრება ოკუპირებულ ყირიმში მდებარე სანაპიროებზე. რატომ? პუტინი შეშინებულია, რომ უკრაინა ემზადება საპასუხო შეჭრისთვის, რათა საბოლოოდ წაართვას რუსეთს ოკუპირებული ნახევარკუნძული. შესაძლოა ამ მიზნით ამფიბიური დესანტის გამოყენებითაც კი. როგორც პლეტენჩუკი ამჟღავნებს, ამ წუთებში რუსეთი ყირიმის სანაპიროს ყველაზე მოწყვლად ნაწილებს ამაგრებს და ამატებს, რომ რუსეთი ამფიბიური დესანტის შესაძლებლობას რეალურ საფრთხედ აღიქვამს, რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში მტერი ამას აბსოლუტურად რეალურ საფრთხედ მიიჩნევს. რუსები აქტიურად ამაგრებენ იმ ადგილებს ყირიმში, რომლებიც დესანტისთვის მოწყვლადია. გადაყვადია, რადგან ისინი ასეთ შესაძლებლობაში ნამდვილად დარწმუნებულები არიან, აღნიშნა პლეტენჩუკმა ინტერვიუში Kiev Independence-თან. მან ასევე გაამხილა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ეშინია რუსეთს ასე ძალიან იმისა, რასაც ისინი მოელიან. ამფიბიური დესანტის მოლოდინი ასაიდან არ გაჩენილა. პლეტენჩუკის თქმით, უკრაინის საზღვაო ძალები სწორედ ასეთი ოპერაციებისთვის ვარჯიშობენ. ვარჯიში გრძელდება და უკრაინის მიერ ჩატარებულმა სპეციალურმა ოპერაციებმა რუსეთში შიში გააჩინა, რადგან უკრაინის დრონები კვლავ მოქმედებენ. ეს კამპანია კი ნახევარკუნძულის იზოლირებას ისახავს მიზნად. და შესაძლოა საფუძველი ჩაუყაროს იმ ტიპის თავდასხმას, რომლის განხორციელებასაც პუტინი ვერასდროს დაიჯერებდა, როდესაც თავისი შეჭრა დაიწყო. რუსეთს აშინებს, რომ მეორე D-Day ახლოვდება. მაგრამ რატო არის რუსეთი ასე შეშინებული? გარდა იმ უკრაინული წვრთნებისა, რომლებიც ახლახან ვახსენეთ, სწორედ ის მოვლენებია, რომლებიც რუსეთს ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწია ეყურებინა, რაც მის სამხედრო ხელმძღვანელობას აჯერებს, რომ რაღაც მასშტაბური მიემართება ყირიმისკენ. ნახევარკუნძული კუნძულად იქცევა, რადგან უკრაინა უწყვეტ ოპერაციას ატარებს ყირიმის იზოლაციისთვის ყველა იმ ლოგისტიკური არტერისგან, რომლებიც რუსეთს საშუალებას აძლევს იქ ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს. უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი ამბობს, რომ მისი კამპანია ყივიმის მოწყვეტისთვის ოკუპირებული ტერიტორიებისა და ქერჩის ხიდისგან, რომელიც ნახევარკუნძულს რუსეთთან აკავშირებს, ზუსტად უკრაინის გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ეს იზოლაცია ნახევარკუნძულს, რომელიც პუტინმა 2014 წელს უკრაინას წაართვა, კუნძულად აქცევს და ეს შეიძლება ძალიან მოულოდნელ შედეგებამდე მიიყვანოს რუსები. იუწყება Euromaidan Press მიხაილო ფედოროვის ციტვებზე დაკრნობით, რომელიც მან უკრაინის წამყვან არხთან ინტერვიუში განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ბუნდოვნად ჟღერდეს უკრაინის თავდაცვის მინისტრისგან, ეს რუსეთისთვის გაფრთხილებაა. ნიშნავს თუ არა ეს გაფრთხილება, რომ ამფიბიური შეტევა ახლოვდება. რთულია თქმა, მაგრამ რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ უკრაინა საფუძველს ქმნის, რაც ასეთ შეტევას შესაძლებელს გახდის. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინის ახალი თაობის საშუალო დარტყმის დრონები ქაოსს ქმნის იმ ლოგისტიკურ ქსელში, რომელიც ყირიმს ამარაგებს. პეტროვი ამხელს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ იზოლაციის ამ კამპანიამდე 2026 წლის პირველ 4 თვეში 300%-ით მეტი საშუალო დარტყმის დრონი შეიძინა, ვიდრე მთელ 2025 წელს. თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია. მისი თქმით, ზრდა 500%-ია. რაც არ უნდა იყოს, მაისსა და ივნისში საშუალო დარტყმის დრონების ამ მასიური ზრდამ ყირიმის წინააღმდეგ შედეგი გამოიღო. მაისის ბოლოდან უკრაინამ R280-ის მთავარი ავტომაგისტრალი, რომელიც რუსეთს, სამხრეთ უკრაინას და კრემლს აკავშირებს, აბსოლუტურ ჯოჯოხეთად აქცია. ამ გზაზე მოძრაობა 61%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც ეს დარტყმები დაიწყო, აცხადებს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ პროუდი. როდესაც R280 რუსეთისთვის ნელ-ნელა გამოუსადეგარი ხდება, უკრაინა იწყებს ხიდებზე შეტევას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ნახევარკუნძულზე მიდის. 9 ივნისის დარტყმამ მთლიანად შეაჩერა მოძრაობა ამ ხიდზე, რის გამოც ტრანსპორტი ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაიყვანეს, რომლებიც არმიანსკსა და პერაკოპზე გადის. რამდენიმე დარტყმა დაფიქსირდა ხანიჩესკსა და არაბათის სპიც შორის დამაკავშირებელ ხიდზე, ასევე ხერსონში, ისევე როგორც დარტყმები არმიანსკში, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ალტერნატიული მარშრუტის გადაკეტვას.
ერთ-ერთი ასეთი დარტყმის შედეგად, რომელიც 11 ივნისამდე განხორციელდა, უკრაინამ გაანადგურა 50 მომარაგების სატვირთო და საწვავის ცისტერნა, რომელსაც რუსეთი არმიანსკის გავლით ყირიმში აგზავნიდა. და სწორედ ეს არის მთავარი. ამ გზების გადაკეტვა ხელს უშლის საწვავის, საკვების, მარაგებისა და ჯარისკაცების ყირიმში შეღწევას. ეს ყველაფერი შემთხვევითი არ არის. ეს არის ძალიან კარგად კოორდინირებული კამპანიის ნაწილი, რომლის მიზანია ტირიმის მოწყვეტა ყველა იმ ტერიტორიას, რომელიც რუსეთს ნახევარკუნძულზე ყოფნის საშუალებას აძლევს. როგორც United 24 მედია ამბობს, უკრაინის დარტყმებმა მუდმივი შეფერხება გამოიწვია რუსეთის ყირიმის მომარაგების ხაზებზე კამპანიაში, რომელიც როგორც ჩანს, რუსი ოკუპანტების ნახევარკუნძულიდან გამოდევნას ისახავს მიზნად. მაგრამ რა მოხდება თუ ამაზე მეტი რამ იმალება? რა მოხდება თუ უკრაინა მხოლოდ იზოლირებასაც არ ცდილობს, არამედ ამფიბიური დესანტისთვის ემზადება, როგორც ამას რუსეთი ეშინია? ეს ახსნიდა თავდაცვით ზომებს, მაგრამ მაინც რჩება რთული კითხვა. როგორ შეძლებს უკრაინამ მსგავსი ოპერაციის განხორციელებას? მალე უფრო დეტალურად განვიხილავთ პლეტენჩუკის კომენტარებს და იმას, რა შეიძლება კონდეს დაგეგმილი უკრაინას. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, შეგახსენებთ, რომ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ მოგწონთ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ახიდან. მაშასე, ამფიბიური დესანტი. რა მოხდებოდა თუ უკრაინა საკუთარ დედღეს სცდიდა ყირიმში? წარსულში მხოლოდ უმცირესი მინიშნებები გვინახავს იმის შესახებ, რას შეიძლება გეგმავდეს უკრაინა. 2023 წლის აგვისტოში უკრაინის ძალებმა ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ სპეცოპერაციას საკუთარი სახელწოდება მისცეს. ამ ოპერაციაში მონაწილეობდა უკრაინის სამხედრო დაზვერვა, რომელმაც მცირე კონტინგენტი ყირიმში გადასხა წყალზე მოდრავი ხომალდით, რომლებიც მიაკისა და ოლენივკის დასახლებებთან გადავიდნენ. ოპერაციის დროს უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბრძოლაში მიიღეს მონაწილეობა, რის შედეგადაც სულ მცირე 20 რუსი დაიღუპა და 4 რუსული სწრაფმავალი ნავი დაზიანდა, სანამ ოპერატორები ნახევარკუნძულს დატოვებდნენ. იმ დროს ოპერაცია მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან აჩვენა, რომ უკრაინას შეეძლო ჯარისკაცების ყირიმში გადასხმა. მაგრამ ეხლა ეს შეიძლება იყოს გეგმა, თუმცა ეს ძალიან მცირე ოპერაცია იყო. ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინას შეუძლია ჯარისკაცები ჩუმად შეიყვანოს ყირიმში ღამის საფარში, მიაყენოს გარკვეული დანაკარგები და შემდეგ გამოვიდეს. გეგმაა, რომ ჯარისკაცები ეტაპობრივად შეიყვანონ და შეაღწიონ, მაშინ ეს შეიძლება იყოს სამუშაო სტრატეგია. თუმცა ყირიმში განლაგებული რუსული ძალები დიდი ალბათობით ასეთ ჯგუფებს გადაუარებენ, თუ ისინი დიდხანს დარჩებიან. ყირიმის ნახევარკუნძული დაახლოებით 26,500 კვადრატული კილომეტრია, რაც საკმაოდ დიდი ტერიტორია დასაფარად. ეს 5 ნახევარჯერ მეტია იმ 4700 კვადრატულ კილომეტრზე, რომელიც BBC-ის ცნობით რუსეთმა უკრაინას 2025 წელს წაართვა, მაგალითად. ასევე რთულია დადგინება, რამდენი ჯარისკაცი ყავს რუსეთს ყირიმში განთავსებული, რადგან უახლესი შეფასებები პუტინის შეჭრამდეა გაკეთებული. 2020 წლის ივლისში UKR Informa გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ნახევარკუნძულზე 33500 ჯარისკაცი ჰყავდა, საიდანაც 11500 სახმელეთო ძალებს წარმოადგენდა. ამჟამად ეს რიცხვი შეიძლება უფრო მაღალი იყოს, ან ყივიმის ლოგისტიკური კვანძის როლის გათვალისწინებით, რომელიც ჯარებს ოკუპირებულ უკრაინაში გზავნის, შესაძლოა უფრო დაბალიც იყოს. მაინც ეს საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯარისკაცია იმისთვის, რომ მცირე ჯგუფებმა, რომლებიც ზღვით გადმოდიან, მათ წინააღმდეგ იბრძოლა. უკრაინას ყირიმის სრულად გასათავისუფლებლად რუსეთისგან უფრო მასშტაბური დესანტირება დასჭირდება. ეს ყველაფერი არნიშნავს იმას, რომ უკრაინა არ გამოიყენებს მცირე სპეციალური ოპერაციების ჯგუფებს, როგორც 2023 წელს ვიხილეთ. ასეთი ტიპის ჯგუფები შეიძლება განლაგდნენ ყირიმის სანაპიროზე, რათა გაანადგურონ თავდაცვითი ნაგებობები და შექმნან გამაგრებები უფრო დიდი ჯგუფებისთვის მოსამზადებლად. მაგრამ მათ მარტო ყირიმის აღება არ შეეძლებათ და თავად პლეტენჩუკიც აღნიშნავს ამას. ის ამბობს, რომ ნებისმიერი დღის მსგავსი დესანტირება ყირიმზე უნდა განხორციელდეს ბევრად უფრო დიდი და რთული შეტევითი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სავარაუდოდ ასევე ფოკუსირდება სამხრეთის ოკუპირებული რეგიონების დიდი ნაწილის გათავისუფლებაზე, რომლებიც ყირიმს უკავშირდება. ჩვენ უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ დღე. ეს იმიტომ, რომ თავად პლეტენჩუკმა გაავლო პირდაპირი პარალელი, როცა ყირიმზე ამფიბიურ დესანტირებაზე საუბრობდა. ამიტომ შესაძლოა დღის მაგალითზე შევხედოთ, რომ მივიღოთ გარკვეული წარმოდგენა იმაზე, თუ რა მოუწევს უკრაინას, რათა ასეთი ტიპის დესანტირება შესაძლებელი გახდეს. კერძოდ პლეტენჩუკი ახსენებს ომაჰას სანაპიროზე შტურმს და მას იყენებს მაგალითად იმ ტიპის თავდაცვებისა, რომელთაც უკრაინა შეხვდება. წყალში და იმ სანაპიროს გასწვრივ განთავსებული ნაღმები, სადაც უკრაინა დესანტირებას შეეცდება, უნდა იქნას გადალახული, ისევე როგორც სახმელეთო თავდაცვები, რომლებიც შექმნილია ჯარისკაცების შესანელებლად, მაგალითად მავთულხლართები და თხრილები. ტყვიამფრქვევის ბუდეები და ბუნკერები მუდმივად ესროდნენ უკრაინის ჯარისკაცებს. გარდა ამისა, თუ უკრაინა ზღვიდან შეუტევს, ეს ნიშნავს, რომ მას სავარაუდოდ არ ექნება ძლიერი საჰაერო თავდაცვა, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს საჰაერო მხარდაჭერა გამოიყენოს. თუ ომაჰას სანაპიროს მაგალითს მივყვებით, მეორე მსოფლიო ომის ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, D-Day-ის დესანტში დაახლოებით 160,000 მოკავშირე ჯარისკაცი მონაწილეობდა, ხოლო ომაჰაზე 34,000 ამერიკელი გადავიდა. თელმო ოპერაციამ მოკავშირეებს 10,300-ზე მეტი მსხვერპლი დაუჯდათ, საიდანაც 2,400 ომაჰას სანაპიროზე მოხდა. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. მოკავშირეებმა D-Day-ის დესანტის დროს გამოიყენეს 7,000 საზღვაო ხომალდი, მათ შორის დაახლოებით 4,000 სადესანტო ნავი,
ასევე 12,000 თვითმფრინავი, რომლებიც მხარდაჭერას უწევდნენ ოპერაციას. თუ შირიმზე შეტევა უნდა ქალდეს ამას, მაშინ უკრაინას პრობლემა აქვს. უკრაინას ფაქტობრივად არც კი ხავს საზღვაო ფლოტი. Global Firepower, რომელიც მსოფლიოს 155 არმიას აფასებს სპეციალური ინდექსით, რომელიც ითვალისწინებს ყველაფერს, ცოცხალი ძალიდან დაწყებული რესურსებით დამთავრებული, ამას ამბობს. უკრაინის საზღვაო ფლოტი შედგება 169 გემისგან, რომელთაგან უმეტესობა საპატრულო ხომალდებია. იგივე წყარო ამბობს, რომ უკრაინას ჰყავს 347 საჰაერო საშუალება, ასე რომ იმ დონის საჰაერო მხარდაჭერა, როგორც დღის დროს იყო, უკრაინას არ ექნება თუ ის ამფიბიურ შეჭრას განახორციელებს ოკუპირებულ ყირიმში. ამიტომ ეს იდეა გამოირიცხა, ხომ ასეა? სავალდებულო არ არის. 2026 წელი ძალიან შორსაა 1944-დან და ეს ნიშნავს, რომ უკრაინას აქვს შესაძლებლობა თავისი სადესანტო ოპერაციები ისე განახორციელოს, რომ ეს ძალიან განსხვავდებოდეს იმისგან, რაც ომაჰას სანაპიროზე ვნახეთ. პირველ რიგში უკრაინამ ნამდვილად უნდა დააყენოს ფეხი ადგილზე. თავად პლეტენჩუკიც ამბობს ამას, როცა აღნიშნავს, რომ შეუძლებელია ყირიმის გათავისუფლება, თუ ჯარისკაცები ნახევარკუნძულზე აშევლენ და იქ არ დარჩებიან. თუმცა საქმე იმაშია, რომ დღის ოპერაცია ყველაზე მასშტაბური ამფიბიური დესანტი იყო ისტორიაში, რაც ნიშნავს, რომ საქმე მხოლოდ ომაჰას სანაპიროს არ ეხებოდა. მოკავშირეებმა 5 სხვადასხვა სანაპიროზე მიიტანეს იერიში, რათა ზღვისგან საფრანგეთის სიღრმეში გზა გაეკეთებინათ. უკრაინას ამის გაკეთება არ უწევს და ის ცდილობს დაიბრუნოს ნახევარკუნძული, რომელიც საფრანგეთზე ბევრად პატარაა. ეს უკრაინის სასარგებლოდ მუშაობს. თუ ძველი ცნობები, რომ რუსეთს ყირიმში დაახლოებით 32,000-დან 32,500-მდე ჯარისკაცი ყავს განთავსებული, მართალია ეს კიდევ ერთი უპირატესობაა უკრაინისთვის. ეს ნიშნავს, რომ უკრაინას არ უწევს ისეთი მასიური ძალების გამოყოფა, როგორიც საჭირო იყო დღის დროს. გარდა ამისა, უკრაინის სტრატეგია ყირიმის იზოლაციის შესახებ ნიშნავს, რომ იქ განთავსებული ჯარისკაცები მოწყვეტილნი არიან მომარაგებას და რუსეთს გაუჭირდება რეზერვების ნახევარკუნძულზე გადაყვანა, თუ უკრაინა შეტევას დაიწყებს. თუმცა უკრაინის ყველაზე დიდი იარაღი ამ ტიპის დესანტისთვის არის ის, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს ჯარისკაცების მიერ მართვას. დრონები, ისინი ცვლიან თამაშის წესებს. ის საჰაერო მხარდაჭერა, რომელიც უკრაინის დღის დროს შეიძლება იყოს ათასობით დრონისგან და არა თვითმფრინავებისგან. წარმოიდგინეთ, როგორ ურტყამენ ბომბდამშენი დრონების უწყვეტი ტალღები, ბუნკერებსა და ტყვიამფრქვევების პოზიციებს. ფლამინგოს დრონისა და რაკეტის ჰიბრიდები თავდაცვით პოზიციებში ეჯახებიან. ეს ყველაფერი უკრაინელ ჯარისკაცებზე წინ ხდება, რომლებიც გადმოდიან და ცდილობენ წინ წაწევას. უკრაინას შეუძლია დესანტირების მცდელობამდე დრონების ტალღა-ტალღაზე შეუთანხმებლად გაუშვას, რათა რუსული თავდაცვა გაანადგუროს მანამ, სანამ რომელიმე ჯარისკაცი ნაპირს შეეხება. უკრაინას ამისთვის საჭირო დრონებიც აქვს. New York Times-ის მიხედვით უკრაინა ახლა იმ ეტაპზეა, რომ თვეში დაახლოებით 5,000 საშუალო და გრძელ მანძილზე მოქმედ დრონს უშვებს. ამ ცეცხლის კონცენტრირება იმ თავდაცვაზე, რომელსაც რუსეთი ყირიმის სანაპიროზე აშენებს, დესანტის მხარდაჭერისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. საუბრისას ამფიბიურ დესანტზე, მართალია უკრაინას ახლოსაც კი არ აქვს იმდენი სადესანტო ხომალდი, რომ ომაჰას სანაპიროს მსგავსი ოპერაცია განახორციელოს. მაგრამ რაც უკრაინას აქვს, ეს არის საზღვაო დრონები. და ეს დრონები შეიძლება გადამწყვეტ როლს შეასრულონ კამიკაძე შეტევების განხორციელებაში იმ სამხედრო გემებზე, რომლებსაც რუსეთი უკრაინის შეტევის შესაჩერებლად გამოიყენებს. ისინი შეიძლება ანალოგიურად გამოიყენონ რუსული საზღვაო ნაღმების გასანადგურებლადაც, რათა გახსნან გზები უკრაინის რამდენიმე საპატრულო ნავისა და სადესანტო ხომალდისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ჯარის გადასხმა ყირიმის სანაპიროებზე. უკრაინა კვლავაც მუშაობს ამ ტექნოლოგიაზე. ტოლოკას წყალქვეშა დრონი უკრაინაშია შექმნილი და მას შეუძლია ან რუსული ნაღმების განადგურებაზე იმუშაოს, ან კამიკაძე დრონების სწორ მიმართულებაზე მიუთითოს. უკრაინამ ასევე შექმნა დრონი სახელად Sea Trident, რომელიც 1000 კილოგრამიან საბრძოლო თავკომბალას ატარებს და შეუძლია დიდი გემების ჩაძირვა ან სანაპირო ინფრასტრუქტურის განადგურება, ითხოვინება RBC უკრაინა. რასაც აქ ხედავთ არის ის, რომ უკრაინის დღის ვერსია ძალიან განსხვავებული იქნებოდა 1944 წელს მომხდარისგან. უკრაინას შესაძლოა შეეძლოს მოამზადოს ჯარების გადასხმა, დრონების გამოყენებით რუსეთის სანაპირო თავდაცვების განადგურებით, ბევრად ადრე ვიდრე ეს ჯარები სანაპიროზე გადმოვლენ. რა თქმა უნდა, დრონებს ყველაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. მაგრამ რაც უფრო მეც გაანადგურებენ, განსაკუთრებით თუ ყირიმი იზოლირებულია, მით უფრო სუსტია რუსეთის თავდაცვა გადასხმის წინააღმდეგ, რომელიც ვერ განხორციელდება იმავე მასშტაბით, როგორც ომაჰას სანაპიროზე. შესაძლოა დრონების გამოყენებით იმ ტიპის მცირე მასშტაბის გადასხმები, რაც 2023 წელს ვიხილეთ, საკმარისი იყოს უკრაინისთვის, რომ ყირიმის სიღრმეში დერეფანი შექმნას. ამის მიუხედავად უნდა ვაღიარო, რომ ეს ოპტიმისტური ხედვაა იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკრაინამ ამფიბიური შეტევა დაიწყოს ყირიმზე. ეს ოპერაცია სავსეა სირთულეებით, რომლებიც უგულებელყოფილი ვერ დარჩება. ბრენდი აღნიშნავს, რომ ყირიმს დაახლოებით 750 კილომეტრი სანაპირო ხაზი აქვს, რომელსაც რუსეთი შეუძლია გაამაგროს. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი სანაპირო უკრაინას ბევრ შესაძლებლობას აძლევს ჯარისკაცების ბრძოლაში ჩასართავად, მისი დაცვა რთულია, რადგან უკრაინას შეზღუდული წვდომა აქვს სადესანტო ხომალდებსა და საჰაერო ძალებზე. სავარაუდოა, რომ უკრაინა შეეცდება ამფიბიური შეტევა ხმელეთიდან განხორციელებულ იერიშთან დააკავშიროს, თუმცა ეს მიდგომაც სარისკოა.
ვენდი აღნიშნავს, რომ კირიმი უკრაინის მატერიკთან მხოლოდ ერთი ვიწრო ხმელეთის ზოლით არის დაკავშირებული, რომელიც სულ რამდენიმე კილომეტრის სიგანისაა და სავარაუდოდ რუსეთმა ძალიან კარგად გაამაგრა. ახლა უკრაინას შეუძლია განიხილოს ორფრონტიანი შეტევა, განსაკუთრებით თუ კირიმის იზოლაციის კამპანიას გააგრძელებს. დიახ, ასეთი მიდგომა დამაზიანებელი იქნებოდა. უკრაინა სავარაუდოდ ამ პროცესში ათასობით ჯარისკაცს დაკარგავდა. მაგრამ თუ რუსეთი ვერ შეძლებს ყირიმში მარაგების ან რეზერვების შეტანას, ეს გადაიქცევა გამოფიტვის ბრძოლად, რომელიც უკრაინამ შესაძლოა მოიგოს. და თუ უკრაინა გავრცელებული ინფორმაციით 2026 წელს წლიურად 7 მილიონამდე დრონის წარმოებას გაზრდის, დრონებზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც ყირიმის სანაპიროსთვის განვიხილეთ, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ ვიწრო მიწის ზოლზეც, რომელიც უკრაინის სახმელეთო ჯარებს ყირიმში შესასვლელად მოუწევთ გადალახო. ასევე ჩანს, რომ უკრაინა ახლოსა რუსების ხიმბურმის ხელიდან გამოდევნებასთან, რომელიც პატარა მიწის ნაკვეთია მიკოლაევის ოლქში, შავი ზღვისკენ გამოდის და ყირიმის დასავლეთით მდებარეობს. როდესაც რუსეთმა ის ხელი დაიკავა, ამ მიწას იყენებდა უკრაინაში დრონების გასაშვებად. ხიმბურნის ხელის დაბრუნება უკრაინას საშუალებას მისცემს იგივე გააკეთოს ყირიმის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო დაასუსტებს რუსეთის იზოლირებულ ყირიმის თავდაცვას. თუმცა ერთი მარტივი ფაქტის უარყოფა შეუძლებელია. ამფიბიური შეტევა ან ამფიბიური და სახმელეთო შეტევის კომბინაცია ყირიმზე ათასობით უკრაინელ ჯარისკაცს რუსული ცეცხლის ხაზში ჩააყენებს. ასევე ეს უკრაინას აიძულებს ძირითადი ყურადღება შეტევაზე გადაიტანოს, რაც შეიძლება სისუსტეებს გამოიწვევს სხვა ადგილებში, მაგალითად დონბასის რეგიონში, რომელსაც პუტინი რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევაში ხელში ჩაგდებას ცდილობს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ყირიმის დაბრუნება იმ გზით, როგორც რუსეთი შიშობს, რომ უკრაინა შეიძლება სცადოს, შეუძლებელი. ეს უბრალოდ შეიძლება არ იყოს გონივრული, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინას შეუძლია სხვა სტრატეგიას მიხვეს. ის იზოლაციის კამპანია, რომელიც შეიძლება ამფიბიური დესანტისთვის პირობების შესაქმნელად გამელად გამოდგეს, შეიძლება ყირიმის წინააღმდეგ ბლოკადის სახითაც გამოიყენო. უკრაინამ უკვე იმდენად ძლიერად დააზიანა შავი ზღვის ფლოტი, რომ მას ყირიმის ბაზიდან გასვლა მოუწია, ხოლო ლოგისტიკურ არტერიებზე თავდასხმები, საწვავისა და მარაგების მიწოდებას აჩერებს ისე, რომ უკვე ვხედავთ ორივეს დეფიციტს ნახევარკუნძულზე. უკრაინამ უკვე გადააქცია ერიმი კუნძულად, როგორც ფიოდოროვი ამტკიცებს, და ეს კუნძული ომით არის გარშემორტყმული. შეიძლება საუკეთესო სტრატეგია იყოს გააგრძელოს ის, რასაც ახლა აკეთებს. დაარტყას ყირიმს და მის მიმდებარე რეგიონებს შორიდან. მიზნით, რომ რუსი ოკუპანტებისთვის ნახევარკუნძულზე ცხოვრება იმდენად ჯოჯოხეთური გახდეს, რომ მათ თავად მოუნდეთ წასვლა. იძულებითი გაყვანა შეიძლება იყოს საუკეთესო მეთოდი, რაც უკრაინას აქვს, და აშკარად ჩანს, რომ უკრაინას ეს მიზნად აქვს დასახული. უნდა არსებობდეს მიზეზი, რატომ არ გაუნადგურებია უკრაინას ქერჩის ხიდი, რომელიც ყირიმს რუსეთთან აკავშირებს, და სავარაუდოდ ეს იმისთვის კეთდება, რომ რუს ჯარისკაცებს და მოსახლეობას გაქცევის გზა ჰქონდეთ ყირიმიდან. რომელი გზითაც არ უნდა წავიდეს უკრაინა, რუსეთი აშკარად შეშფოთებული. ის არ გაამაგრებდა სანაპირო თავდაცვას, რომ არ ეფიქრა, რომ ამფიბიური შეტევა მაინც შესაძლებელი იყო. მაგრამ უკრაინისთვის ასეთი შეტევა რისკთან არის დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რამდენადაც ეს რისკი შეიძლება შემცირდეს დრონების გამოყენებით. ასე რომ ალბათ საქმეა რუსეთის გამოფიტვას დაელოდო, ყირიმი იზოლაციაში დატოო, ნახევარკუნძულზე ყოფნა შეუძლებელი გახადო და შემდეგ განახორციელო დესანტირება, რომელიც ნაკლებად გავს D-დღის ოპერაციას და უფრო გამარჯვებული არმიის შემოსვლას, რომელიც უკვე მოპოვებულს იბრუნებს. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რას გააკეთებს შემდეგ უკრაინა. ამ ეტაპზე უკრაინა სიამოვნებით გააგრძელებს რუსეთის დაბნევასა და პანიკაში ჩაგდება ყირიმში. კინბურნის ცხვირი შეიძლება იყოს მთავარი გასაღები ყირიმის დაბრუნებისთვის. ადრე ვახსენეთ, რომ რუსული ძალები ტოვებენ ამ მიწის ნაგლეჯს და სხვა ვიდეოში უფრო დეტალურად გავარკვიეთ, რა ხდება და რატო. უკან დახევა ქაოტურია, პოტენციური შედეგები უზარმაზარია. ორივეს და კიდევ ბევრ სხვა ინფორმაციას ნახავთ ჩვენს გაშუქებაში. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, გამოიწერეთ არხი, რომ ყოველდღიურად მიიღოთ The Military Show-ს ახალი გამოშვებები და ჩვენი ანალიზი. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.